თურქეთის ურთიერთობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან ერთად მათი გადმოცემული სამედიცინო აღჭურვილობით და ამბულანსით ვეწვიეთ ჩვენ ამ ულამაზეს კუთხეს, ვახორციელებთ უკვე აქ დამონტაჟებული აპარატურით და ჩვენი სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალის პირადი შემადგენლობით ამ მონიტორინგს. ეს ყოველივე ეძღვნება უდაოდ სამხედრო ექიმების დღეს, თითოეულ სამხედრო ექიმს ამ დღესასწაულს სულ ოცავდა თითოეული ის ადამიანი, ვინც ღირსეულად შეესწირა თავის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას, მინდა რომ მოიხსენიოთ და მათ ოჯახებს ნუგეში მივაგოთ. დიდ მადლობას მოგიხდით ყველას ვეტერანთა სამსახურს და ექიმებს, რომლის გვერდში გვიდგანან ვეტერანებს. არა მარტო ვეტერანებს, მოსახლეობასაც. მე როგორც ვეტერანი ყოფილი ვარ, ბევრი საკითხიდან გამომდინარე, მე პირადად გამომიცდი ეგ. ლოცავ ყველა სამხედრო ექიმს პროფესიულ დღეს. აგვისტოს დღეები მნიშვნელოვანია ერთ-ერთით იმიტომ, რომ სამედიცინო სამსახურმა 2008 წელს ბოლოს დატოვა საომარი პოზიციები. ამ დღესთან დაკავშირებით დაბა მანგლისში გადაწყვიტა ჩაგუტარებინა საქველმოქმედო ღონისძიება. აგვესინდა ომის ვეტერანები, ომის ვეტერანთა ოჯახის წევრები, სამოქალაქო საზოგადოება. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი გახდა და თქვენ თვითონ ხედავთ, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. თბილისში წამიყვანეს, გამომიკვლიეს, მაგრამ არაფერმა არ მიშველა იმანა. ეს სხვანაირი გამოკვლევა იყო. როგორ ავთქვა, არ ვიცი და ისეთი დიდი მადლობელი ვარ. ძალიან კარგია და მისასალმებელი ესეთი სერვისი.